ჩვენი მოგზაურობა დაიწყო წუხელ თბილისიდან და აი ახლა უკვე ვიმყოფებით თურქეთში, საბიჰაგოგჩინის აეროპორტში, საიდანაც მე და მიშო მივემართებით რომისკენ. არ არის მარტივი მგზავრობა. ღამის ტეხვა, როგორც ყოველთვის, გვემჩნევა ხოლმე თვალებზე, მიშოთან წონის კლებაში, ახლა იქით არის წამოწოლილი, სანამ ჩავჯდებით. საკმაოდ რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არის სპორტული ცხოვრებაც, სპორტსმენის ცხოვრებაც, რომ ყველაფერს უნდა გავუძლოთ, ასე რომ გავაგრძელოთ, ნახოთ როგორ გაგრძელდება ჩვენი მოგზაურობა. სტამბოლში კი უკვე გათენდა და სულ მალე დაიწყება ჩვენი შესახვედრობა. დილი 10 საათია და უკვე რომში ვართ. ყველა გზა აქეთ მოდიოდა და ჩვენც მოვედით. ჩვენც აქ აღმოჩნდით. არ ვიცი წინ რა გველის. როგორც შეიძლება რომ თვითმფრინავში გეძინოს. აი ეგრე გვეძინა ზუსტად. მაგრამ ასეა თუ ისეა, ყოველ შემთხვევაში ადგილზე ვართ. არ ვიცი წინ დავხვდება, როდის დავხვდება, სად წაგვიყვანენ, ჯერჯერობით არაფერი, მაგრამ ისე არ დავჭირთ. ავეთ. ლორი ბედნიერი სახე აქვს მიშოს წონის კლების დროს. აი ესე მეგობრებო ძნელია. სპორტსმენობა ძნელია წონის კლება. ჩამოვედით მიჩინოს აეროპორტში რომში. და გვხვდნენ ჩვენი მასპინძლები და მივდივართ ახლა ჩვენი საბოლოო დანიშნულების ადგილზე. კიეტი თუ სწორად გამოითქმის არის ქალაქი, სადაც ჩატარდება ჩვენი ბრძოლები, სადაც ჩვენ მივემართებით და 2 საათიანი გზა გველის წინ. რა თქმა უნდა, მიშო ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც ძალიან დაღლილია, მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ წინა, ჯერ სადახარ მიშო. ჯერ სადახარ. ასე რომ ნახოთ. Il motore canta piano tra gli ulivi e il cielo blu, non guardiamo indietro più, siamo solo io e tu. Il vento soffia leggero su questa vecchia via, un profumo di magia che ci porta via. Andiamo, andiamo, dove il sole bacia il mare, l'Italia ci fa sognare, non ci vogliamo fermare, oh dolce vita, bella giornata, la strada infinita, la nostra fuga iniziata. Finestrini abbassati, i colori della sera, sembra quasi primavera, tutta la vita è vera. Andiamo, andiamo, dove il sole bacia il mare, l'Italia ci fa sognare, non ci vogliamo fermare. Very nice place. საათის ნაცვლად დაახლოებით 3 საათზე მეტი ვიარეთ, საცობებით იყო გზაში, გადავლახეთ მთიანი რეგიონები შუა იტალიის და გადმოვედით რომიდან საპირისპირო მხარეს, ახლა კი ზღვის სანაპიროზე, ფრანკავილა არის ესეთი დასახლება ჩვენი საბოლოო დანიშნულების ადგილთან ახლოს, კიეტისთან ახლოს, ზღვისპირა ქალაქია და აი აქ მოვედით დარბაზში, ჩვენი მასპინძლები, სადაც ვარჯიშობენ, აი ესეთი დარბაზია. აქ უბრალოდ წონის გადაკონტროლება გვინდა, ხვალამდე რომ მიშო მიწოდეს როგორ წონაშია, რა წონაშია, გააგრძელოს დაკლება, არ გააგრძელოს, მოკლედ ეს ყველაფერი და მე როგორც პირდებიან სპაგეტი, რაც ყველა ძალიან მახარებს.
იმედია მიშოსაც წონა კარგად ექნება და შეძლებს ჭამას, თორე ადამიანს სახი აქვს უკვე წაშლილი. რთულია კრები. მოკლედ მეგობრებო, ეხლა მე გეტყვით რა ხდება. ჩამოვედით დანიშნულების ადგილზე. ეს არის პესკარასთან ახლო პატარა დასახლება ზღვისპირას, ადრიატიკის ზღვისპირას სანაპიროზე. ჩამოვედით, ცოტა წონა გადავაკონტროლეთ, დარბაზში ვიყავით, როგორც ნახეთ. არც თლა წონაშია მიშო, არც ბევრი ზედმეტი არ აქვს, თუმცა ხვალ დაწონებამდე რა თქმა უნდა ჩააბარებს ყველაფერს და ცოტა ვჭამეთ, ცოტა არა კარგად, მიშომ სალათებზე გადაიარა მარტივად, მე ცოტა უფრო რთული საკვები მქონდა, მე მოვგვეცა დრო რომ სასტუმროში დაგვეძინა, დაგვესვენა და ეხლა უკვე სავახშმო წამოგვიყვანა ჩვენმა მასპინძლელმა, წამოგვიყვანა რა, მიშო ვერ ჭამს, ძინავს, წოლით იკლებს წონას, ხვალდილით უნდა ჩააბაროს. მე კი წამოვედი და ვარ ერთ-ერთ პატარა ნამდვილ იტალიურ რესტორანში, აი ძველი სტილი, ძველი აი ესეთ სიტუაცია. და უკვე ეჭვმაქ რომ ძალიან გემრიელობები იქნება აქ. ზოგადად რამდენადაც ყოფილ ვარ, შეიძლება შეხედო გარემო და საქართველოს ბევრი არც კი შევიდეს ისეთი რესტორნებია, მაგრამ საჭმელები აქვს უგემრიელესი და მომსახურება აქვს უმაღლეს დონეზე. მაგარი. აი ესე მეგობრებო, ნიკალასავით ვზივარ დუქნის კუთხეში მარტო და ესეთი რაღაცები მომიტანეს. აი ნახეთ. როგორ უნდა შევჭამო არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ერთი რაც შემიძლია ვთქვა ის არის რომ ჩემო მიშო რომ წევხარ სასტუმროს ნომერში მოგაგებოს ძმაო, სადაც ახარ, როგორც ახარ და ხვალ წონა გაქვს ჩასაბარებელი და აბა შენიც მინდა თქვა რომ საოცარი იტალიური სამზარეულოა აი ამ ქალაქში უბრალო რესტორანში მართლაც საოცარი მომსახურება აქვს. ეხლა რა ხდება? აი, ისევ დარბაზში ვართ, მეორე დილაა. მიშოს გუშინდელს მე ძინავს და ეხლა უნდა შევამოწმოთ წონა. იმედია ზუსტად ვარ წონაში. აბა ვნახოთ. თუ დავიკელით და ყველაფერი კარგად არის, იქნება იდეალური.
მოვიდა მიშოს ბედნიერების მომენტი. რადგან დრო და ჟამი, მოკლედ მეგობრებო, წონა ჩააბარა მიშომ მშვენივრად, კარგად. და წამოგვიყვანეს სხვა ქალაქში. ეს არის საბოლოო დანიშნულების ადგილი კიეტი. ესეთი ძველი და ისტორიული ქალაქი. მოვედით აქაო რესტორანში და ვიწყებთ ჭამას. ეს სალათი მხოლოდ დასაწყისია. წინ ძალიან ბევრი და დიდი გეგმები გვაქვს. ასე რომ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. მქონდა რაღაც გარკვეული პრობლემები, მაგალითად ინტერნეტი არ მქონდა, Wi-Fi არ მქონდა, რაღაცა საკითხები, მაგრამ ყველაფერი მოვაგვარეთ. დაბინავებულები ვართ ისტორიულ ნაწილში ამ ქალაქის. ეხლა შევჭამ ცოტა თვალებში გამოვიხედებით და მერე გარშემოც მოვავლებთ მე მგონი თვალს. ნახოთ როგორ ხასიათზე იქნება. აბა მიშო, ნუ გწვენია ეხლა. Let's go. აი, ამ ქალაქის ისტორიულ უბანში, აი ამ სახლში ვართ დაბინავებულები, ეს არის ჩვენი ფანჯარა. ტიპიური, ძველ იტალიური, ისტორიული ადგილია. აი ესეთი ვიწრო ქუჩებით. აი ესეთი სახლებით. მე ძალიან მომწონს. მაყოფილი ვარ, აი ზარებმაც ჩამოკრა 8 საათია და ჩვენი ვახშმის დროა. მივდივართ ახლა, აი მიშო ვეღარ ითმის. ძალები აქ ახსადგენი უკვე წინ წავიდა. რა ვიცი, იმედია, კარგათაც ვივახშმებთ. აი ეკლესიაც აგერ გვაქვს. ჩანს მე მგონი. აი აქ. მოკლედ ჩვენი მასპინძელი უნდა მოვიდეს წესით ისე და აქ მანქანით ვერ შემოდის და აქ გზაჯვარედინზე დავხვდებით ახლა. მოდის ჯანი მიშო. ხვალ ყველაფერი მაგრად იქნება. ეს ბრძოლის დღეა და ჩამოვედით ქუჩებში. ცოტას გავისეირნებთ მე და მიშო. კიეტის ქუჩებში ცოტა რაღაცა შევჭამეთ დილას. ჩვენი მასპინძლები ცოტა არ იყოს და აღარ ჩანან ჰორიზონტზე. მაგრამ ახლა მაგათი გულისთვის ვერ ვშიმშილებდით და მოკლედ სასიამოვნო დღეა, სიგრილეა, არც ძალიან არ ცივა, არც ძალიან არ ცხელა და ცოტას გავისეირნებთ ამ ქალაქის ქუჩებში. და ჩვენებ თქვენც რა ხდება, სხვათა შორის გუშინ ცარიელი იყო ქალაქის ქუჩები, დღეს კვირაა და ძალიან ბევრი ხალხი დადის, სეირნობენ და მიშო აი თუ აკვირდები ძირითადად შუახნის ხალხი და მოხუცები არიან. არ ვიცი, რასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული ნამდვილად. ნახოთ აბა. ჩვენ ვართ ახალგაზრდა აი ესეთი ხმაწვილი კაცები. თორემ მართლა რა ვიცი, ცოტა არ იყოს მიგვირს. გამოტანილია რაღაცები გასაყიდად, საკვირაო ბაზრობასავით არის მოწყობილი და მოკლედ ძველი საინტერესო ქალაქი ჩანს, ნახოთ. Questo colle dove il tempo riposa, guardi la maiella bianca e silenziosa, oh antica Tiade, madre di pietra, il vento tra i vicoli suona la cetra. Senti i violini piangono piano, un canto sacro che va lontano. Non è dolore, è solo amore che brucia eterno nel tuo cuore. Oh, chiedi gloria e memoria. L'ombra di San Giustino veglia su noi, siamo i tuoi figli, siamo noi. Tra le mura vecchie il cielo scuro, il tuo respiro è il nostro
მოკლედ დღეს ვჭამეთ, ვისეირნეთ, ვიარეთ, დავიშვენეთ, გვეძინა და აი ამ საღამოს როგორც იქნა, მოვიხოდეთ და როგორც იქნა. მოდის ჩვენი ბრძოლების დრო, უშუალოდ ბრძოლამდე ბევრია წინ, როგორც გითხრეს, ჩვენი ბრძოლა მთავარი ბრძოლა აქვს. მანამდე იქნება სამოყვარულო წყვილები, იქნება სხვადასხვა ორთაბრძოლები, ჯერ იქნება სამედიცინო შემოწმება. ყოველ შემთხვევაში მივდივართ ახლა, გამოვედით. ჩვენი მასპინძლები შეგვხვდებიან და წაგვიყვანენ დარბაზში. ელოდებიან ძალიან რაღაც დიდ სტუმრებს და არის ერთი ამბავი წინასწარ გაგვაფრთხილეს, რომ პოლიტიკოსებიდან დაწყებული ყველა ეყოლებათ, ბიზნესმენები და ასე შემდეგ და წინასწარ ძალიან ერთ ამბავში არიან. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მივალთ, ჩვენ საქმეს გავაკეთებთ. წასაღები გვაქვს, წაღებული გვაქვს, მუშტები ზედაგ მიშოს და დანარჩენს მივხედავთ. აი მოვიდა ეს არ არის. მოვედით დარბაზში, აი ესეთი გვიანია უკვე დაღამდა. აი ეს არის დარბაზი, სადაც შედგება ორთაბრძოლები. როგორც ხედავთ, ეს არის საკმაოდ ძველი დარბაზი, თუმცა ერთი შეხედვით არის ასე, შიგნიდან საკმაოდ განახლებული, კარგი სპორტული დარბაზია. არ იქნება დიდი შოუ, როგორც ჩანს, ისეთი როგორიცაც თბილისში ვართ მიჩვეულები, იტალიაში ძალზე იშვიათად ტარდება, მეგობრებო. თუმცა, რაც თავარია, იქნება ბრძოლები, იქნება რინგზე საინტერესო დაპირისპირებები, ძირითადად სამოყვარულო კრივში და მთავარია ჩვენი ბრძოლა უკვე 6 რაუნდიანი მსოფლიოსარეიტინგო ბრძოლა, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ გაბინაშვილი თავის სიტყვას იტყვის. დანარჩენი ვნახოთ, ხალხი ნელ-ნელა იკრიბება, ჩვენ დრო ბევრი გვაქვს. ნელ-ნელა დავიწყებთ ხელებზე დახვევას, გავხურდებით, დაიწყება შოუ და მოკლედ აი ამ წყნარ ადგილას ცეცხლი უნდა დავანთოთ. Nocche bianche, il silenzio là nelle mie stanze, ogni respiro è una condanna, la bestia si sveglia, sente la fiamma, lo specchio non mente, vedo la fame, oggi si mangia o si diventa carne, non sento dolore, non sento la gente. Non rimasto niente, solo il bersaglio, solo la pena. Chiudo gli occhi che il gioco proceda. Colpisci, spacca, faccia a terra. Questa non è sport, questa è guerra. Sangue e sudore, ferro e cemento. Sono l'uragano, sono il tormento. ტემპი აკონტროლე, გადახრები არ დაგავიწყდეს. მაგის წინა ხელის მხარეს იმოძრავე, უშო უფრო აჯობებს. Incasso il tempo, sputo veleno. Il mio motore non ha più freno. Credi di avermi, mi vedi cadere. Mi rialzo dal buio solo il tuo მუცელში ემუშავე, თუ მოგეცა შანსი. non cerco perdono. Il ring è il mio regno. კარგი ბიჭი ხარ. Il mio trono. კარგი ხარ კიდე, აი ეგრე. Guardami negli ეგრე. occhi. ოლ სუპასუხი. Della tua ეგრე. fine. კაი ბიჭი. აი, აპერკოტი ჩამოუტარე ხოლმე. აი ეგრე. კაი ბიჭი ხარ. აი ეგრე, უპასუხოთ არ დატოვა. კაი ბიჭი ხარ. აი ეგრე, გვერდზე გადადი და მარცხენა ატაკე საქმეში. აი რო გადახვალუცებ თან მარცხენა. Vittorio morde non c'è. კაი ბიჭი ხარ, კაი ბიჭი ხარ. გადი მარჯვნივ, გადი მარჯვნივ, გადი. გადი მარჯვნივ. გადი კუთხიდან, გადი. მარჯვნივ იარე, მიშო, მარჯვნივ იარე, რაც უწრაფად გადადი მარჯვნივ და მარცხენა. კაი ბიჭი ხარ, კაი ბიჭი ხარ.
ვერსია გიხდეთ ყველაფერი კარგი, მე და მიშო ბრძოლაც მოვილიეთ, იტალიაც დავტოვეთ მშვიდობიანად. აი სულ პატარა სამწუხაროდ დავმარცხდით. თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ეს იყო ერთწლიანი პაუზის მერე შენი პირველი ბრძოლა, მე მგონი ნორმალურად ჩავატარეთ და საწუწუნო არაფერი გვაქვს ყოველ შემთხვევაში. ეხლა კი მეგობრებო, ჩვენ უკვე ვიმყოფებით სტამბულში და გეზი გვაქვს თბილისისკენ აღებული. საბოლოო ჯამში რო შევაჯამოთ, მიშო, შენც გითხარი, რამდენად კმაყოფილი ხარ ამ მოგზაურობით, რამდენად საინტერესო იყო შენთვის როგორც სპორტულად, ისე თავგადასავლის კუთხით. თავგადასავლის კუთხით ძალიან კარგი იყო და ნორმალური იყო, მაგრამ სპორტულად მე უკმაყოფილო ვარ, იმიტომ რომ წავაგებ. მაგრამ რა ვქნა, მაინც ასე თუ ისე რა ფორმაშიც ვიყავი და როგორც ვიყავი მზად, იმასთან შედარებით მაინც კარგი იყო არა უშავ და მაგრამ ჩემი თავით მაგ სიტუაციაში კმაყოფილი არასოდეს არა ვარ, ამიტომ შემდეგი შემართებისთვის მე და მიშო ვისაუბრეთ ამ საკითხზე. ეს ბრძოლა იყო ასე ვთქვათ შენთვის როგორც ჩვენ უკვე ვთქვით, ასე ვთქვათ გამხსნელი და ერთწლიანი პაუზი მერე რომ კრივი არ დაგვიწყებოდა და მიშო პირობა მოგცა რომ 2026 წლიდან ვიხილავთ მიხეილ გაბინაშვილის ძალიან წარმატებულ ასპარეზობებს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთაც და დაველოდოთ ხომაგები. მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება. სხვა დანარჩენისთვის უკვე ჯერსა დავართ, ყველაფერი წინ არის. მეგობრებო, მოკლედ სხვა დანარჩენი კარგად არის, აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, გააზიარეთ სოციალურ ქსელებში, გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხის სახელად Boxing Georgia, ასევე Facebook-ის გვერდი კრევის სამყარო და მე და მიშო კი ახლა ესე შეუბერავთ. ძალები უნდა აღვიდგინოთ.